ეს იყო დასახლება, რომლის აღებაც რუსეთმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა. რუსეთი მაშინ თხოვოდა, ახლა კი დამარცხებულია. უკრაინამ ახლახან გაათავისუფლა სტეპნაჰისკი. ერთ ღამეში გაათავისუფლა იგი რუსული გავლენისგან, რაც უკრაინის ძალების კონტრშეტევის ბრწყინვალე მაგალითია, რასაც 2026 წლის უმეტეს ნაწილში ვხედავდით. მაგრამ ეს უბრალოდ მორიგი გამარჯვება არ არის. სტეპნაჰისკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებაა, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის ზაპოროჟიეს სრული გათავისუფლების გასაღები. 18 მაისს უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ ანუ ხურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სპეციალურმა ძალებმა დაასრულეს ოპერაცია, რომელსაც რუსეთი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ ძალებმა მხოლოდ მცირე ტერიტორია კი არ აიღეს სტეპნოგორსკში, არამედ სულად დაიკავეს დასახლება კოორდინირებული შეტევითი სერით, ოპერაციების სერით, რომლებმაც პუტინის თითქმის ყველა მარიონეტი მათი გამაგრებული პოზიციებიდან გააძევეს. რუსეთის ჯარისკაცები გარბოდნენ ნებისმიერი თავშესაფრისკენ, რაც მათ უკრაინის ძალებისგან დაიცავდა. ამ პროცესში მათ სტეპნოგორსკში მნიშვნელოვანი ადგილები უკრაინელების კონტრის კონტროლს დაუტოვეს. ეს იყო ეპიკური მასშტაბის კაპიტულაცია და მისი დიდი ნაწილი კამერაზეა დაფიქსირებული. ხურის მიერ ტელეგრამზე გავრცელებული კადრები რუსეთის სტეპნოგორსკის მარცხის ისტორიას ყვება. ჩვენ ვხედავთ უკრაინულ ტანკებს, რომლებიც დასახლების გასახლებისკენ მიემართებიან და დაფარული არიან გალიებით, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ კამიკაძე დრონები ააფეთქონ მანამ, სანამ ისინი საშიშ საქმეს გააკეთებენ. საწინააღმდეგო მხარეს ტყვია წამალი ისვრება. ხედავთ ცეცხლს, რომელიც რუსეთის პოზიციებისკენ არის მიმართული და უკრაინის შეტევითი ძალების მიერ ტანკებსა და ჯავშანმანქანებში კოორდინირდება. ვიდეოს გაგრძელებისას ვხედავთ, როგორ შედის უკრაინის ჯავშან ტექნიკა თავად სტეპნოგორსკში. მიწაზე მყოფი ჯარისკაცები საქალაქო ბრძოლაში ერთვებიან, ეძებენ რუს შემომღწევებს და შემდეგ ანადგურებენ მათ. დრონები ბომბებს აგდებენ, ტანკები კიდევ უფრო მეტ გასროლას ახორციელებენ. ნაწილ-ნაწილ დასახლება კლავი ბრუნება. ეს რუსეთისთვის აუწონავი დანაკარგია. მაგრამ ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი სერიოზული საკითხი დგას, რადგან სტეპნოგორსკის დაკარგვა ნიშნავს, რომ პუტინის ყველა გეგმა ზაპოროჟიესთვის მტვერად იქცა. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ხურს კიდევ ბევრი აქვს სათქმელი იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს მისმა ოპერატორებმა 18 მაისამდე. ხურმა გაამხილა, რომ ეს ელვისებური ოპერაცია მჭიდრო კოორდინაციით ჩატარდა სხვა უკრაინულ დანაყოფებთან ერთად. მიზანი კი იყო სტეპნოგორსკში სიტუაციის სტაბილიზაცია და იმ რუსი ჯარისკაცების ლიკვიდაცია, რომლებმაც დასახლების მნიშვნელოვან ნაწილებში თავდაცვითი პოზიციები შექმნეს. უკრაინის გამარჯვების მისაღწევად გამოყენებული იყო საჰაერო დაზვერვისა და ზუსტი ცეცხლის კომბინაცია, როგორც აღნიშნა ვიქტორ ტოკოტიუკმა, რომელიც არათი დანაყოფის მეთაურია, ხოლო ამ დანაყოფმა შესაძლოა ყველაზე დიდი როლი ითამაშა უკრაინის სტეპნოგორსკის წარმატებაში. კომენტარი გვიჩვენებს, რომ დრონებმა როგორც ხშირად ხდება, გადამწყვეტი როლი ითამაშეს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დრონები მიზნებზე გაფრენილიყვნენ და ბომბები დაეგდოთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ ესეც მოხდა. ამ დრონებმა უკრაინას მისცეს დასახლების საჰაერო ხედი, როცა მისი ჯარები გადაადგილდებოდნენ და ტერიტორიას იბრუნებდნენ. ტოკოტიუკი აგრძელებს და ამბობს: თითოეული შენობა შემოწმდა სიურპრიზებისა და მტრის ცოცხალი ძალის ნარჩენების არსებობაზე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მტერი კვლავაც შეეცდება ქალაქში შემოსვლას, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არ იყო სპონტანური ოპერაცია. ეს იყო განზრახული, კარგად დაგეგმილი და შესრულებაში უკიდურესად მომაგდინებელი. ამ ყველაფრის შედეგი რუსეთმა მოსალოდნელზე უარესად მიიღო. არა მხოლოდ მისი ჯარები თითქმის მთლიანად გააძევეს სტეპნოგორსკიდან, არამედ უკრაინამ გონივრულად გადაჭრა თითქმის ყველა მომარაგების ხაზი, რომელიც რუსეთს დარჩენილი რამდენიმე შემოპარული ჯარისკაცის მხარდასაჭერად შეეძლო გამოეყენებინა. დასახლებაში შესასვლელი ხიდი განადგურდა. სტეპნოგორსკის აღმოსავლეთით ერთი გზა ჩანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, თუმცა ამ გზის გამოყენება რუსულ ტექნიკას აიძულებს გაიაროს გზაჯვარედინი, რომელიც პირდაპირ უკრაინული ცეცხლის ხაზში აყენებს მათ. ვლადიმირ პუტინს ახლა სერიოზული პრობლემა აქვს. ის რამდენიმე რუსი ჯარისკაცი, ვინც სტეპნოგორსკში დარჩა, უკვე ჩამოწერილია. მათთვის დახმარება აღარ მოვა. საუკეთესო, რაზეც მათ შეუძლიათ იმედის დამყარება, არის ერთი ან ორი უკრაინელი ჯარისკაცის განეიტრალება, თუმცა რეალობა ისაა, რომ უფრო მეტად დანებდებიან ან განადგურდებიან. თუმცა პუტინის უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ უკრაინამ სტეპნოგორსკში მომარაგების ხაზების გადაჭრით რუსეთს უკიდურესად ართულებს, ქალაქზე სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებას, ხებას. რუსეთს კვლავ მოუწევს დივერსანტებზე დაკარგნობა და ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ იმუშავა ამათ. რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობდა თავისი პოზიციების დაცვას უკრაინის დაუღალავი შეტევის ფონზე, მაგრამ ეს დაცვა სუსტი იყო, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი სტეპნოგორსკში თავის დივერსანტებს უკვე კარგა ხანია აღარ ამარაგებს. საუკეთესო რაც მათ შეძლეს იყო FPV დრონი, რომელიც ჩასაფრებული ელოდებოდა უკრაინის ტანკებსა და ჯავშანმანქანებს. ის დრონი ახლოსაც კი ვერ მივიდა. United 24 Media იუწყება, რომ დრონი იქამდე აღმოაჩინეს და გაანადგურეს, სანამ ის რომელიმე სამიზნეს დაარტყამდა. მოიცადა ერთი წამით, ერთი FPV დრონი. ნუ თუ რუსეთს მართლა ეგონა, რომ სტეპნოგორსკის დაცვას ერთი დრონით შეძლებდა, თუ იქ მყოფი ჯარები იმდენად მომარაგების გარეშე ჩაჩენიყვნენ დარჩენილები, რომ მხოლოდ ეს დრონი ჰქონდათ. ახლა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან დასახლება უკვე გათავისუფლებულია და დერუსიფიკაციის პროცესი შეიძლება დაიწყოს. აქ ჩვენ ხედავთ ერთი წლის განმავლობაში სტეპნოგორსკის აღების რუსული წარუმატებელი მცდელობების მთლიან შედეგს, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ავლენს. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მტერი უშედეგოდ ცდილობდა სტეპნოგორსკის ოკუპაციას. ამაში მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავდა, მაგრამ განიცდიდა უზარმაზარ დანაკარგებს, განაცხადა ბუდანოვმა, სანამ უკრაინის მებრძოლებს დამსახურებულად მიუძღვნა ქება.
მადლობას უხდი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერო სამმართველოს სპეციალურ დანაყოფებს და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფს, რომლებმაც ამ დროის განმავლობაში გამოავლინეს პროფესიონალიზმი და სიმამაცე, შეინარჩუნეს პოზიციები და გაანადგურეს რუსი ოკუპანტები, განაცხადა ბუთხადა ბუდანოვმა. შემდეგ მან დაასრულა იმ გზავნილით, რომელიც პუტინს ყველაზე მეტად ადგენს. ეხლა რუსეთს ზაპოროჟიესთვის საფრთხის შექმნის არანაირი შანსი აღარ აქვს. მოგვიანებით დაუბრუნდებით, რატო არის ხეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა პრავდა იუწყება, რომ სტეპნოგორსკში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი უკრაინის სამხედროების კონტროლქვეშაა. რუსეთს დაუბრუნდება მოგონებები, მაგრამ არა სხვა დიდ გამარჯვებებზე, როგორიცაა კუპიანსკის გათავისუფლება 2025 წლის ბოლოსკენ. არა, რუსეთი დაინახავს, რაც სტეპნოგორსკში მოხდა და მიხვდება, რომ HUR-ის შთამბეჭდავი ოპერაცია პირდაპირი გაგრძელებაა იმ საქმისა, რაც უკრაინამ სულ რამდენიმე დღით ადრე გააკეთა. 15 მაისს United-24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა ხარკოვის რეგიონში რუსული თავდაცვა გაანადგურეს, რის შედეგადაც გათავისუფლდა ოდრადნას სოფელი და კიდევ 22 კილომეტრი ტერიტორია. სტრატეგია ნათელია. უკრაინის აქტიური თავდაცვა მთლიანად ეფუძნება რუსული სისუსტეების გამოვლენას და მათ ძლიერ დარტყმას, რათა დასრულდეს რუსიფიკაცია. ჩვენ ეს ხარკოვის რეგიონში 15 მაისს ვნახეთ და ახლა ეს სტეპნოგორსკშიც ვიხილეთ. პუტინს ვეღარც ის დაამშვიდებს, რომ უკრაინის მიღწევა ერთჯერადი ან ორჯერადია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ რუსეთის ლიდერი თავის არახში იტირებს, რადგან ის რაც სტეპნოგორსკში ნახა, არის იმ ნიმუშის ნაწილი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ჩაიშალა სრულად რუსეთის გრანდიოზული საგაზაფხულო შეტევა, რომელიც მარტის დასაწყისში დაიწყო. უკრაინა უბრალოდ აგრძელებს იმ აპრილის წარმატებას, რომელიც უკვე ძალიან წარმატებული იყო კონტრშეტევის მხრივ. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ს 2 მაისის ანგარიში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ტერიტორიის პირველი წმინდა დაკარგვა განიცადა მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრა მოხდა. თუ ამ შეჭრას გამოვრიცხავთ, პუტინისთვის ამბავი კიდევ უფრო მძიმდება. რუსეთს წმინდა ტერიტორიული დაკარგვა არ ჰქონია უკრაინის 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევიდან მოყოლებული. 2024 წლის აგვისტოს გამოკლებით, მას შემდეგ ყოველი თვე კრემლს შესაძლებლობას აძლევდა, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ ტერიტორიული მიღწევებით მოეწონებინა თავი. აპრილში კრემლს თავი აღარ მოუწონია. და როგორც მაისი ვითარდება, უკრაინა ათავისუფლებს დასახლებებს, ხოლო პუტინის ძალები დონბასში კვლავ თავდაცვით კედელს ეჯახებიან. შეიძლება კიდევ ერთი რუსული წმინდა დაკარგვის მომსწრენი გავხდეთ. თუ ასე მოხდება, სტეპნოგორსკი იქნება მთავარი ვარი მოვლენა. და ის, ისევე როგორც უკრაინის მიერ ბოლო თვეებში მიღწეული ყველა სხვა წარმატება, პუტინს მიანიშნებს, რომ ბრძოლის ველზე ინიციატივა უკრაინის მხარეს გადადის. ISW აცხადებს, რომ ბრძოლის ველიდან მიღებული მონაცემები უკვე გარკვეული დროა მიუწვდა. რუსეთის წინსვლის ტემპი ბრძოლის ველზე სტაბილურად მცირდება 2025 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, რადგან უკრაინის მუდმივი სახმელეთო შეტევები და საშუალო მანძილზე დარტყმები. 2026 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ Starlink-ის ტერმინალების გამოყენების აკრძალვამ და კრემლის მიერ Telegram-ის შეზღუდვამ კიდევ უფრო გაამწვალა არსებული პრობლემები რუსეთის სამხედრო ძალებში, აღნიშნავს ISW თავის 2 მაისის ანგარიშში. რუსეთს ამ პრობლემებიდან არც ერთის მოგვარება არ შეუძლია. ეხლა, როგორც CNN უწოდებს, რუსეთის გამარჯვებების სერია უკრაინაში ოფიციალურად დასრულდა. უკრაინელი ჯარისკაცებიც უკვე იწყებენ ამის შეგრძნებას. ვითარება შემოტრიალდა, ამტკიცებს ოფიცერი სახელად კირილო ბონდარენკო, როდესაც CNN-ს ესაუბრება. ის აღნიშნავს, რომ რუსული ძალები, რომელთაც ახლა უკრაინა ებრძვის, დაღლილები არიან და მათი მორალი დაცემულია. აი ეს ხდება მაშინ, როცა პუტინი რუსეთის ყველა ნახევრად ნიჭიერ ჯარისკაცს ამოწურავს. დარჩენილია მხოლოდ არაორგანიზებული, ცუდად მომზადებული მასა, რომელსაც საერთოდ არ უნდა უკრაინაში ყოფნა. საზარბაზნე ხორცი ომს ვერ იგებს, არ აქვს მნიშვნელობა პუტინს რამდენი ასეთი ყავს ხელთ. უკრაინამ ახლახან დაამტკიცა, რომ ერთი კარგად კოორდინირებული კონტრშეტევა შეიძლება წაშალოს რუსეთის ძალების მთელი წლის ძალისხმევა. მაგრამ სტეპნოგორსკი მხოლოდ პირველი ნაბიჯია, დანარჩენი ზაპოროჟიესკენ. სანამ ავხსნით რატომ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ვიდეოები. ერთი შეხედვით, სტეპნოგორსკი შეიძლება არაფად მოგეჩვენოთ. ეს პატარა სოფლის ტიპის დასახლებაა, რომელიც რუსეთის უზარმაზარ არმიას ადვილად უნდა დაეპყრო. აშკარაა, რომ ამას ვერ ახერხებენ. მაგრამ უკრაინის მიერ ამ დასახლების გათავისუფლებასა და დერუსიფიკაციას აქვს შედეგები, რომლებიც ბევრად ცდება სოფლის ფარგლებს. სტეპნოგორსკი პუტინის ზაპოროჟიეს გეგმებისთვის მიშვისთვის მნიშვნელოვანი იყო და აი რატო. როდესაც საქმე ეხება ქაოსს, რომელსაც რუსეთი ცდილობს შექმნას ფრონტის ხაზებზე თავის დივერსიული ჯგუფებით, სტეპნოგორსკი უკრაინისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ დაასტაბილუროს და გაასწოროს ფრონტის ხაზი. უკრაინას ახლა აქვს საკრდენი პუნქტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილებში უფრო ღრმა შეტევების ორგანიზებისთვის. და ეს საკრდენი პუნქტი სწორედ ისაა, რაც რუსეთმა ახლახან დაკარგა. სანამ უკრაინა გაათავისუფლებდა სტეპნოგორსკს, სოფელი მზადდებოდა როგორც პოტენციური პლაცდარმი რუსული ძალების მომავალი შეტევებისთვის ზაპოროჟიეში. აი რატო გაატარა რუსეთმა ერთი წელზე მეტი დრო ამ დასახლების ხელში ჩაგდების მცდელობაში და მაინც ვერ მოახერხა მისი აღება. ეს არის გამშვები პუნქტი, საწყისი პოზიცია, რომელიც იდეალურადაა განლაგებული იმისთვის, რომ ვინც სტეპნოგორსკს აკონტროლებს, მას ჰქონდეს საცეცხლე კონტროლი მიმდებარე ლოგისტიკურ მარშრუტებზე. გახსოვთ ის გზაჯვარედინი, რომელიც ადრე ვახსენეთ და რომელიც ახლა წარმოადგენს რუსეთის ერთადერთ დარჩენილ გზას სოფელში დაბრუნებისთვის.
ეს ის მარშრუტებია, რომლებსაც ახლა უკრაინა артиლერიით დაბომბავს, როცა რუსული ძალები იძულებულნი იქნებიან შეუტიონ სტეპნოგორსკს. ეს დასახლება პუტინისთვისაც მნიშვნელოვანია. შეიძლება ასე არ თქვას, მაგრამ 2025 წლის ბოლოს რუსეთის ლიდერმა ნათლად აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ქალაქში უფრო ღრმად შეღწევა რუსული არმიის პრიორიტეტია. 29 დეკემბერს როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლკოვნიკ გენერალმა მიხაილ ტოპლინსკიმ, რომელიც დნიპროს სამხედრო ჯგუფებაში რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სარდალია, ეს პუტინს უთხრა. რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ქალაქიდან მხოლოდ 15 კილომეტრში იყვნენ, რომელიც ამ რეგიონის მთავარი ქალაქია და რეგიონსაც მისი სახელი ჰქვია. ამ დროისთვის, როგორც როიტერსი ამატებს, რუსეთს უკვე დაკავებული ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის დაახლოებით 75%, მათ შორის რეგიონის ბირთვული ელექტროსადგურიც. მაგრამ ქალაქი ყოველთვის მთავარი მიზანი იყო. და პუტინმა ეს დეკემბერში დაადასტურა, როდესაც თავის არმიას უბრძანა გაეგრძელებინათ ზაპოროჟიეს აღების მცდელობები. სტეპნოგორსკი ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის იმ ტიპის საწყისი პლაცდარმი იყო, რომელზეც ადრე ვახსენეთ. ფსიქოლოგიურად ეს რუსეთისთვის დიდი დარტყმაა. დასახლებაზე 1 წლის განმავლობაში განხორციელებული იერიში წყალში ჩაიღარა, მაგრამ სტრატეგიულად დარტყმა კიდევ უფრო მძიმეა. სტეპნოგორსკის კონტროლის ქვეშ მოქცევის შემდეგ უკრაინა ახლა შეძლებს ყურადღება გაამახვილოს ზაპოროჟიეს რეგიონში უფრო ღრმად შეღწევაზე, სადაც სავარაუდოდ ჰულიაპოლა იქნება უკრაინის შემდეგი სამიზნე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ჰულიაპოლას დაბრუნების უარზეა. მალე აგიხსნით ათო, მაგრამ პუტინისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ პლაცდარმი, რომელიც რუსეთის ძალებს ზაპოროჟიეს ქალაქისკენ უნდა წაეყვანა, ახლა უკრაინას შეუძლია გამოირენოს იმისთვის, რომ აიძულოს რუსეთი გადაისროლოს ჯარები ზაპოროჟიეს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციებიდან. ეს პუტინისთვის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ სტეპნოგორსკი გახდა უკრაინის პირველი ნაბიჯი რეგიონის გათავისუფლებისკენ, რომელიც შეჭრის დაწყებიდან მუდმივი რუსეთის შეტევის ქვეშ იყო. თუ დაუბრუნდებით ფსიქოლოგიურ დარტყმას, რომელიც რუსეთს მიატენეს, სტეპნოგორსკი საინტერესო შემთხვევაა. 2025 წლის ბოლოსკენ რუსეთი უამრავ ცრუ განცხადებას ავრცელებდა დასახლებების დაკავების შესახებ, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებული რაუნდის წინ. გამოიცანით, რომელი დასახლების დაკავება გამოაცხადა რუსეთმა იმ პერიოდში. სწორია, სტეპნოგორსკი. რუსეთმა დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ დაიკავა ეს დასახლება. ასევე თითქოს დაიკავა ჰულაიპოლო და კუპიანსკიც. ჩვენ ნახეთ, როგორ დასრულდა ეს განცხადებები კუპიანსკში. ახლა ნახეთ, როგორ უარყვეს ისინი სტეპნოგორსკში და ახლა რუსული ძალები ჰულაიპოლაში უნდა ხელავდნენ. ისინი ვინც შეიძლება დაეჯერებინათ რუსეთის გაის განცხადებებისთვის, ასევე იფიქრებენ რა ხდება. სტეპნოგორსკი თითქოს დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ, რაც პუტინს მეტბერკეთს მისცემდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ეხლა ის სრულად უკრაინის ხელშია. ჩვენ ადრე ვსაუბრობდით იმპულსზე და ეს გათავისუფლება მსოფლიოს აჩვენებს, რომ უკრაინას აფრებში ქარი უბერავს. თუ და როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ გაიმართება, უკრაინა შეძლებს მიუთითოს ისეთ დასახლებებზე, როგორიცაა სტეპნოგორსკი და თქვას. ნახეთ, რუსეთი ამტკიცებდა, რომ ეს დასახლება ქონდა აღებული. მაშინაც თხოვოდა და ახლა იქიდან უკვე გააძევეს. ასე რომ, ნუ მისცემთ პუტინს უფლებას მოგათხოვოთ და დაგაჯეროთ, თითქოს რუსეთი ყველაფრის დამპყრობი სამხედრო ძალაა. ვინ იცის? სტეპნოგორსკმა და მის მსგავსმა დასახლებებმა შეიძლება უფრო დიდი როლი ითამაშონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თუმცა, ვინც დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებოდა, ჯერ კიდევ უკრაინის დერუსიფიკაციის მცდელობებამდე აუცილებლად შეამჩნევდა რუსეთის ტყუილებს. თებერვალში, ანუ 2 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთმა განაცხადა, რომ სტეპნოგორსკი აიღო, სოფელში მიმდინარე მოვლენების რეალობა გამოაშკარავდა. რუსეთს არაფერი დაუკავებია. სტეპნოგორსკი ისე იყო გადაქცეული სასიკვდილო სასაკლაოდ, რომ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც დასახლებაში შედიოდნენ, საშუალოდ 12 წუთს ძლებდნენ, სანამ მათ იპოვიდნენ და გაანადგურებდნენ. ეხლა, როცა უკრაინა აკონტროლებს სტეპნოგორსკს, ასეთი ტიპის სასაკლაოს შექმნა სხვაგანაც შეიძლება. ნელ-ნელა უკრაინა შეძლებს უფრო ღრმად შეიჭრას იმ ნაცრისფერ ზონებში, სადაც რუსეთი იმ გამარჯვებებს იბრალებს, რომლებიც რეალურად არ მოუპოვებია. ეს გვაბრუნებს იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ, როცა უკრაინა სავარაუდოდ ჰულიაპოლის მიმართულებით შეტევას განახორციელებს. რუსეთის შეტევა ამ მიმართულებით უკვე ისედაც კარგად არ მიმდინარეობდა. გახსოვდეთ, რუსეთმა უკვე განაცხადა ჰულიაპოლის აღების შესახებ 2025 წლის დეკემბერში. მაგრამ აპრილში გამოცემა New Voice of Ukraine-მა ითხოვინებოდა, რომ რუსეთმა პრიორიტეტად აქცია დასახლებისკენ შეტევა, რაც არ არის ის, რაც გჭირდებათ თუ უკვე გაქვთ რაიმე აღებული. მაშინაც კი უკრაინის კონტრშეტევები ქაოსს ქმნიდა. უკრაინის შეტევამ ალექსანდროვკის მიმართულებით რუსეთი აიძულა, გადაენაწილებინა ჰულიაპოლისთვის განკუთვნილი რეზერვები. ჰულიაპოლა. აი სწორედ ეს არის აზრი. რუსული ხაზების სუსტი წერტილები იქნებოდა, თუნდაც აპრილში. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ სტეპნოგორსკის აღება ნიშნავს, რომ შემდეგი ჰულიაპოლა. ამ ორ დასახლებას შორის რამდენიმე ათეული კილომეტრია, ასე რომ ერთი მეორეს ავტომატურად არნივად არ ნიშნავს. რუსეთმა ასევე შეძლო ჰულიაპოლას რეგიონში უფრო ძლიერი თავდაცვითი ხაზის შექმნა, ვიდრე ზაპოროჟიეს მიმართულების სხვა ნაწილებში. თუმცა ახლა უკრაინას შეუძლია დაიწყოს კონტრშეტევა სხვა პატარა დასახლებებზე. რუსეთი ყველგან აგზავნის დივერსანტებს, ზუსტად ისე როგორც სტეპნოგორსკში გააკეთა. უკრაინის განახლებული შეტევა ჰულიაპოლას მიმართულებით სავარაუდოდ ჯერ ამ დასახლებამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ ეს ყურადღებას გადაიტანს, აიძულებს რუსეთს ძალების გადანაწილებას და ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ზაპოროჟიეს ქალაქისკენ ისე წინსვლას, როგორც სურს. და აი მთავარი, რუსეთმა უკვე იცის, რომ მისი გეგმები ზაპოროჟიესთვის 2026 წელს ჩაშლილია. როცა პუტინმა 2026 წლის გაზაფხულის შეტევა დაგეგმა, დონეცკი და ზაპოროჟიე ორი მთავარი მიზანი იყო. ახლა კი მხოლოდ დონეცკია დარჩენილი.
ამის შესახებ 19 მაისის ანგარიში წერს უკრაინის ახალი ხმა, რომელმაც ციტირა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერჯერობით ვერცერთი ვადა არ შეუსრულებია. დონეცკი სექტემბრის დასაწყისისთვის უნდა დაეცეს, როგორც პალისამ გაამხილა. მაგრამ რუსეთის წინსვლის ნელი ტემპი ნიშნავს, რომ ეს ვადა გავა და დონეცკი ჯერ კიდევ არ დაეცემა. ამ წარუმატებლობის შედეგია ის, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ზაპოროჟიაში შეტევის გაძლიერებას. ის მაინც ეცდება, მაგრამ რეზერვები დონეცკისკენ უნდა მიმართოს. და როდესაც უკრაინა ისეთ ადგილებს, როგორიცაა სტეპნოგორსკი, დერუსიფიკაციას უკეთებს, უფრო იზრდება შანსი, რომ 2026 წლის ბოლოს ან ჩიხს მივიღებთ, ან კი უკრაინის წინსვლას ზაპოროჟიაში უფრო ხმად. საერთო სურათი ისაა, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ წარმატებით განახორციელა კონტრშეტევა. ეს პუტინის გეგმაში არასდროს ყოფილა. ISW-ის 9 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის გაზაფხულის შეტევა პრაქტიკულად შეჩერებულია, რადგან რუსეთმა მთელი წლის განმავლობაში ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი ოპერაციული გარღვევის მიღწევა. ISW ასევე აღნიშნავს, რომ დაკავებული ტერიტორიები, განსაკუთრებით 2026 წელს შეზღუდულია და სტრატეგიულად უმნიშვნელოა. ამ პრობლემას ამძაფრებს და მალე რუსეთისთვის პრობლემად იქცევა ახალი სტეპნოგორსკის ფრონტის უკან, ათეულობით მილის მანძილზე. ეხლა როცა უკრაინამ კონტროლი მოიპოვა, უკრაინის საშუალო მანძილზე მოქმედების სტრატეგია. უკრაინა აერთიანებს სარაკეტო დარტყმებს, როგორიცაა ჰაიმარსის სისტემები, რომლებმაც წარსულში რუსული ახლო ზურგის დაბომბაში დაეხმარა, ახალი თაობის საშუალო რადიუსის დრონებთან, რომლებიც ანადგურებენ რუსულ ლოგისტიკასა და სარდლობას ფრონტის უკან. უკრაინის საშუალო რადიუსის დრონების დათმები უკვე გაორმაგდა აპრილში მარტთან შედარებით, რადგან უკრაინა სულ უფრო ხშირად ურტყამს სამიზნეებს ფრონტის უკან, 180 კილომეტრამდე მანძილზე. ეს კიდევ ერთი საფრთხეა რუსეთისა და მისი ზაპოროჟიეს ამბიციებისთვის. უკრაინა შესაძლოა ჯერ არ იყოს მზად ხლიოპოლისკენ შეტევისთვის, მაგრამ სტეპნოგორსკი როგორც ახალი პლაცდარმი, საშუალებას აძლევს მას საშუალო რადიუსის დრონებით დაარტყას დასახლებასა და მიმდებარე ტერიტორიებს, რათა გარკვეული მანძილით შეაფერხოს რუსეთის წინსვლა ზაპოროჟიესკენ. და თითოეული დათმა ასუსტებს რუსეთს. ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი სუსტდება, ჩნდება მეტი კომეტი კონტრშეტევის შესაძლებლობა. რუსეთს პასუხი არ აქვს. მას არც კი წარმოედგინა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. უკრაინისთვის ერთ ღამეში მოპოვებული დაუჯერებელი გამარჯვება შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი ზაპოროჟიეს სრული გათავისუფლებისკენ. და უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში, სავლეთში გათავისუფლება გრძელდება. ეს არის ისტორია, რომელიც ჰოლივუდის სცენარს შეეფერება, ინტრიგებით, ფარული დაგეგმით და შეტევებით ნისლში დაფარული. უყურეთ ჩვენს ვიდეოს, რომ სრულად იხილოთ ეს ამბავი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი სიუჟეტები. უკრაინის უახლეს გამარჯვებებზე რუსეთის წინააღმდეგ და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.